მოგესალმებით თქვენ უყურებთ ჯეოთიმის YouTube-ს და უყურებთ მორიგ ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. ქალაქი უდინე, Blue Energy სტადიუმი. UEFA სუპერთასის მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას PSG ტოტენჰემის წინააღმდეგ. ჩვენ აქ ვართ, მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას. გთხოვთ გამოიწეროთ ჯეოთიმის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი. სუპერთასზე ხვიჩა კვარაცხელია ტოტენჰემის წინააღმდეგ. წავედით. ჩამოვედით მეგობრებო უდინეში. სალამი. ფიქრობ ჩვენი გამომწერების გარკვეული რაოდენობა ამკაც უნდა იცნობდეს TikTok-იდან. უნდა გამოიყო. დავხლა რატი. ისწორს უღმესი მადლობა ჩვენს მას. და ეხლა მივდივართ სტადიონისკენ. თამაში არის ხვალ. სახელმწიფო სტადიონისკენ კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი უნდა ნახოთ, რომელსაც ჩემი აზრით ჩვენი გამომწერების კიდევ ერთი რაღაც ნაწილი იცნობს და წამოვყევით. დასიცხული ცოკი ბოი. Maji, what's up, bro? Ai, reagreitația? Inați ole, papa. Არის რა ქალაქშია ძმა თამაში. Papa, რამდენი მგზავრით? არა, შენ მგზავრით ვერ გამარტყურებ, ასე რომ? არა, ხო, შენ ვერ გამარტყურებ, მაგრამ 7 ჯერ გამოვიდი, ეხლა ჩამოვიდი. აშინებდი. მაგრამ გოლი გვაჩვენეს, რა იცი. იმედია. როგორ სწავლობ? გოლი კაი თამაშქონდეს და მისე მახსოვდება ეგზავრობა მე. ეხლა ვარ ქალაქის ცენტრში და ესეთი სივრცეა მოწყობილი. გასართობები. აგნათ ფოტოს გადაღება ტოტენჰემის ფეხბურთელის სტანში. შეყავი თავი მიდი. ქალაქი არაფერი, მაგრამ მიკურს აქ რატოა თამაში. შედი თავი შეყავი ხო? ერთი ფეხბურთელი მაინც ხარი რომელია? აი ერთი ჩაჯექი, აი ბრავო, მაგარია. ისინი მეგობრებო, უდინეს ქუჩებში ვარ და მოდიოდი მაგ და ძალიან ბევრი ბანერები და პლაკატები რაც თამაშთან დაკავშირებით გვაუწყებს. ხო და რა ხდება ხან მოვიდივარ. ნუ ხედავთ ვის? ხვიჩა კვარაცხელიას. გასვაკეთებთ ამ დროს? მივდივარ. შუბზე აკაცო შუბზე. ხვიჩას? ვაკოცებთ და ვაგრძელებთ ჩვიდად ცხოვრებას. მატჩის დღე უდინეში, მივდივარ სტადიონისკენ. თამაშამდე დარჩენილია სადღაც 3 საათი ესე. მაგრაცხელა და ნაბეღლავი მოქვს თან რა. სტადიონის საუბრობთ არ შემატანიებენ, მაგრამ სტადიონის შესასვლელად დავლებდა გავყიდულები და იღებ საჭირო მინერალებს. წამოდით და ერთად ვნახოთ აიქნევ სტადიონთან. მითხეს რომ თამაშის დღესო იკეტებაო ყველაფერიო, უდინესის როცა თამაშობს მაშინაცო და ვნახოთ სანამ საბა გუგლიჩის სტადიო ფრიგმიზე ითამაშებს, ჩვენ მანამდე მივალთ იქ. მოვედით სტადიონთან და ჯერჯერობით, არ ვიცი ხა ტოტენჰემის ფანების შესასვლელთან მდგავარ თუ არა, მაგრამ ტოტენჰემის გულშემატკივრები 200 არიან. არ მგონია იგივე სიტუაცია იყო სტადიონზე, თუმცა ვნახოთ. მეგობრებო, მალე შევა სტადიონზე. ხო და მაბეღლავს იქ არ შეგვატანიებენ და დავვლევ რა, ხო და სანამ ამას დავვლევ. ერთი სიახლე უნდა გითხრათ. ფერისცვალება 19 აგვისტოს არის ბახმაროში დოღი. და გამიხარდება იქ თუ შევხვდებით 19 აგვისტოს ფერისცვალებას 13:00 საათზე. გეუბნებით ხოლმე ბახმაროში. და სანამ ბახმაროში ვიქნებით, მანამდე ვიქნებით სუპერთასზე. ენერგიით, რაღაც მინერალები, ასხამსკო მეორე ვიდეოა და მივიღებ რა, გაიცნებოთ, აი. შემოვედი გილოცავთ. საკმაოდ მარტივად. სხვათა შორის პირველად მოთხოვეს ბილეთზე პასპორტი. ვის სახელსაც შეიყვანდი, იმაზე უნდა იმისაგან მე რუსულს მეჩუქები და ჩემს სახელზე ყოფილიყო, სხვა ვერ შევიდოდა. ასე რომ შევედით და ვნახავთ სულ მალე სად ვისხდები სტადიონზე.
შემოვედით, ჩვენი ადგილით ვიპოვეთ. მე მგონი დღეს ვთამაშობ, იმიტომ რომ ისე ახლოს ვივართ მინდორთან. აქ ვარ მე. აქ არის სტადიონი. მალე გუნდებიც მოვლენ. სტადიონი საკმაოდ ლამაზია მართლაც. მანამ სანამ გუნდები დაიწყებენ გახურებას, PSG-ს ორი ფეხბურთელი, ახალწეული ილია ზაბარანი და ჟოო ნევეშ გამოვიდნენ გახურებაზე. ერთი გუშინ დაიმატა კლუბმა და გუშინ წინ და უბრალოდ ვერ ესწრება, მისი დარეგისტრება ვერ მოასწრეს ამ თამაშისთვის. ჟოო ნევეშმა კი სოფლიოს საკულტ ჩემპიონატზე წითელი ბარათი მიიღო და დღევანდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ახეთ რა ლამაზია მეგობრებო. გამოვლენ ახლა გუნდები მალე. რა ლამაზი სანახაობაა. ალამაზია, ახეთ გამოსვლა გუნდების. რომ მოვიდით აქ დროშებით აგვხსნა კიდევაც. აქ ვარ ჩვენ, PSG-ს ფანები. აქ არიან ოჯახის წევრები. და ესეც ჩვენი ფეხბურთელები. პირველი მომენტი PSG-ს მერვე წუთზე ქონდა და მომენტს ამთავრებდა ხვიჩა. თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოვიდა. ატმოსფერო არის თამაში შესანიშნავი. ფიქრობ სწრაფი გოლი ჭირდება ტოტენჰემის გასახსნელად PSG-ს, თორემ საკმაოდ ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს დღეს ჩემი აზრით ინგლისური გუნდი. ნახოთ, 9 წუთია ახლა და თქვენთან ერთად ვუყურებ ამ თამაშს. ოცდამეხუთე წლის შესვენება გააკეთეს ცხელა მაგრად. როგორც წელი დღე ცხელოდა. ეს დრო რო შევაჯამოთ. PSG-ს მომენტი არ ქონია, საგოლე რომ თქვა და ერთი ძალიან მაგარი სეივი ქონდა შევალიეს. რიშარლისონი უწყობდა მოულოდნელობის ეფექტით და ძალიან კარგად ითამაშა. PSG-ს ახალწეულმა მეკარე. აი მეკარით აი კატა რეაქცია რო აქვს. თუმცა კასილასის ვაიბები მოაქვს. ნახოთ. აჩოკლავ წინვალია როცა მიამუდეოთ. პირველი ტაიმი არ სრულდება იდეალურად. PSG-თვის მიკი ვანდერვენის გოლით დაწინაურდნენ ბრიტანელები. საკმაოდ არეულ თამაში
ტოტენჰემმა მოახერხა პირველი გოლის გატანა და ეს ის მიკი ვანდერვენია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოში ზურიკო დავითარშუმა რომ ჩაუფროლა კორვით და შედევრი შექმნა ნიდერლანდების წინააღმდეგ იმის შემდეგ ვანდერვენი წავიდა ტოტენჰემში და სუპერთასზე გააქვს გოლი 1-0 გასატანი აქვს PSG-ს დასრულებულია საკმაოდ სუსტი პირველი ტაიმი PSG-ს მონაწილეობით 1-0 აგებენ ფრანგები და ლოგიკური შედეგიცაა იმიტომ რომ თავის თამაში უფრო ტოტენჰემმა იპოვა და ანგარიშეც აისახა ეს ყველაფერი გუნ ძალიან აკლია ჟოო ნევეში აკლია ფაბიან რუისი რომელიც დარწმუნებული ვარ მეორე ტაიმში შემოვა მეგობრებო შეგახსენებთ რომ ჩვენი ახლის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი მადლობა რომ გვეხმარებიან გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები თქვენთვის ახლა კი 15 წუთი იქნება შესვენება და ნახოთ რა მოხდება მეორე ტაიმში PSG-ისთვის მეორე ტაიმი იწყება საშინლად 42 წუთზე ტოტენჰემის კაპიტანი კუტი რომერო იტანს მეორე გოლს და ძიმდება ძალიან ფრანგების სიტუაცია ორი გოლი ჭირდებათ რომ თამაში დამატებითში გადაიყვანონ მინიმუმ ორი გოლი თამაშის გასაგრძელებლად ჯერჯერობით PSG-ს შეტევები არ ჩანს 60 წუთზე კვარა გაიყვანეს ცუდი თამაში აქვს ძალიან PSG-ს თლიან გუნდს და ის 2-0 არა გადი არა ამწამს არა თამაშგარია წიეს საბოლოოდ 62 წუთია თამაშგარი იყო ცუდი თამაში აქვს თლიან გუნდს პირველი ცვლილება კვარა გაიყვანეს ფაბიან რუისი შემოიყვანა ტოტენჰემი ამ თამაშს ძალიან დამაჯერებლად იგებს ძალიან აუ სასაულები ხდება უდინეში მეგობრებო 2 წუთზე მეთქი აღარ გადავიღებ ვიდეოს გავჩერდი და 10 წუთში 2 გოლი გაიტანა 5 წუთში 2 გოლი გაიტანა PSG-მ კანგლის და გაბრიელ რამოსის გოლებით 2-2 გახდა ანგარიში და მე მგონი ეხა არ ვიცი პენალტებია თუ დამატებითი არ ვიცი და სასაული კამბექი იდროფება მე მგონი დასრულდა 2-2 სრული სიგიჟე ხდება უდინეში რაც ის ძირითადი დრო 2-2 დასრულებული და ბოლო მესამე დღეში მეორე პენალტების სერიას ვნახავ იმედია ამჯერად ჩვენიანის ქართლის გამარჯვებით დასრულდება ეწყო პენალტების სერია ფსიქოლოგიური უპირატესობა PSG-სკენ არის და ვნახოთ 94 წუთზე იყო 0-2 და თამაში დასრულდა 2-2 იმედია PSG-ს ფანების ხარეს მოუწევს პენალტები ვნახოთ იწყებს ტოტენჰემი აბა შევალიე მიდი აბა შენიც გაუტანა მაგრა დაურხა სოლანკე ეს საუკეთესო მე პენალტი ვიტინია იკარიოს წინა აღბედ იმედი მაქვს გაიტანს აიტანე რა აბა მაგაცია კარს აერთებს უწინებას პლატოს არ დაფუჭებს ენტანკური შევალიეს წინააღმდეგ ფერ გააფუჭოს უთნებ გააფუჭოს ხო მიდი რა აი შევალიე შენ გენაცვალე აბარა ეხა უცელდა საკანია უსვან დემბელე ბურკა დემბელე
Dida. Abara, bravo Usman. Abara. Kamazara. Aida. Anu, ჩვენ გავიტანოთ და მოვიგებთ. ჩვენ გავიტანოთ და მოვიგებთ. What we got? Vamos! მეგობრებო, ეხა იწყება ყველაზე მაგარი კადრები. დაველოდეთ 1 2 ილაში მაგარი, ილაში ეგილოც. აქაც ვერ მომიშორე, აქაც ვერ მომიშორე. გაიღალე? ილოცავ, რაღაც მოწყენილი იყავი და რა ხდება? მოწყენილი არა, მაგრამ სასურველი თამაში არ იყო რა, ეხლა რეალურად, მაგრამ თავარია მოვიგო ტიტულია და სიაში ჩაიწერება, რა თქმა უნდა რა. ერთი კვირა ვარჯიშობთ და ხო, ერთი კვირა ვარჯიშობთ და მაინც ისე ვარ, ჯერ რა ფორმაში, მაინც ვერ ვარ, ფიზიკურად ვერ ვიქნებით რა. ის როგორ მოვიგეთ, კი ხედავ. ის როგორ არის უფრო მეტი ვიდეოსთვის? უფრო მეტი ვიდეოსთვის გამოიწერეთ კვარაშვიდის Instagram გვერდი. ხო? ავა? ეგრე. გამოიწერეთ. You have a driver outside? ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვლოგი უდინედან დასრულებულია. საკმაოდ ბედნიერები ვართ დღის ბოლოს, იმიტომ რომ მართლა მაგარი თამაში გამოვიდა კამბექით, კვარას მორიგი ტიტულით. დღევანდელი დღარი იმის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ხელი არასდროს არ უნდა ჩაიქნიო და ბოლომდე უნდა გჯეროდეს რაღაც, იმიტომ რომ 78 წუთისთვის ვიყავი, აი ძალიან უბედური და ძალიან ცუდ ხასიათზე და ბოლო 10 დღეში მესამე ფინალს ვაგებდი სპორტინგმა წააგო, სადაც ვიყავი ლივერპულმა, აქ და აი მართლა გადავდნენ ჯგუფში, აგზავნდნენ მიმებს, აქ ამოვანათებ თუ იმ ბიჭმა არ წაშალა ის მიმი, რომ ყველა ფინალი წააგეს სადაც ჩახვედიო და უცებ ტიტულით დამთავრდა დღევანდელი დღე. ვიცი რომ ყოველთვის მეტი გინდათ და უკეთესი გვინდა მეც, მაგრამ იმედია ვიდეოს ბოლოს რა კადრებიც არის, იმით იცი სიამონეთ, რაც სახეზე ღიმილი მოგვარად ამ კადრებმა. მადლობა ჩვენს სპონსორებს, გენერალურ მხარდამჭერ
ნაბეღლავსა და ჩვენი არხის წარმოდგენა აჭარაბეთს რომ გვეხმარებიან ჩამოვიდეთ ეს ადგილებში და გადავიღოთ კარგი ვიდეოები თქვენთვის. გთხოვთ რომ არ დაგაუწყეთ ჩვენი არხის გამოწერა, იმიტომ რომ წინ ბევრი კარგი ვიდეო გელოდებათ, ბევრი კარგი დღეები გელოდებათ. მოიწონეთ ეს ვიდეო, ველოდებით თქვენს კომენტარებს და მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.